ერთი საიდუმლო უნდა გაგიზიაროთ და ეს განსაკუთრებით დააინტერესებს, ვისაც არხი არა გამოწერილი და გამოწერის გარეშე გვიყურებს. 93,000 გამომწერი გვყავს, როგორც კი 100,000 მივახცევთ, აუცილებლად გაგიზიარებთ ჩვენ გამოცდილებას. რამდენს გვიხდის YouTube, Facebook და TikTok. სად ვიღებ ვიდეოებს, სად და როგორ ვამუშავებ, ყველაფერი ჩვენს შესახებ. გამოიწერე არხი და სიახლეები არ გამოტოვო. რაც კი Ferrero Rocher ტორტი გამომიცხვია, ნაღების კრემით, კრემ-ყველით, აქ არც ერთს არ გამოვიყენებთ, რძის კრემს მოვამზადებთ და კრემის დანამატს და ეს ტორტი ყველაზე ახლოს არის თვითონ Ferrero Rocher-სთან. კამფეტს დატოვებ და ნამცხვარს შეჭამ, ისეთი ნამცხვარია. დაგჭირდება 140 გრამი გაცრილი ფქვილი. ვამატებ 2 სუფრის კოვს კაკაო, სულ 25 გრამი კაკაო დავამატე. ვამატებ 20 გრამ სიმინდის სახამებელს და 7 გრამ გამაფხვიერებელს. ეს არის ნახევარი სუფრის კოვზი. შევურიოთ ერთმანეთს და დროებით გვერდზე გადავდგათ. დაგჭირდება 4 დიდი ზომის 0 კატეგორიის კვერცხი, 120 გრამი შაქარი, 40 გრამი გამდნარი კარაქი ან 40 მილილიტრი ზეთი, 60 მილილიტრი თბილი რძე, ვანილი. 4 კვერცხი მოვათავსე თასში, ვამატებ მწიკო მარილს და ცოტა გავთქვიფოთ გულები, რომ დაიშალოს. მაშინათვე დავამატებ 120 გრამ შაქარს და კარგად გავთქვიფოთ გათეთრებამდე. ვთქვეფავთ მიქსერის მაქსიმალურ სიჩქარეზე. კვერცხის და შაქრის გათქვეფა დამოკიდებულია კარგი ბისკვეტის მიღებაზე. უნდა მივიღოთ აი ასეთი ფაფუკი მასა, ღრუბელივით. ვამატებ 60 მილილიტრ თბილ რძეს, ვთქვეფავ მიქსერის დაბალ სიჩქარეზე. მაშინათვე ვამატებ 40 მილილიტრ ზეთს, შეგიძლიათ 40 გრამი გამდნარი კარაქიც დაამატოთ. შევურიოთ ერთმანეთში და მიქსერი აღარ დაგჭირდება, გვერდზე გადავდგათ. მშრალ ინგრედიენტებს დავუმატებ ვანილი და გადავიტან საცერში, რომ ერთხელ კიდე დავაცრა. კვერცხის მასას ასე ზემოდან ეტაპებად დავაცერი და ყოველ დაცრაზე ფრთხილად ამოვურიოთ, ისე რომ ვეცადოთ კვერცხის მასა დარჩეს ფაფუკი. ვურევთ ქვემოდან ზემოთ ერთი მიმართულებით და ვაცრით თანდათანობით. ცომი ცოტა ჩაიწევს, ეს ნორმალურია, ბოლოს სილიკონის კოვზით ესე მოვურიე ქვემოდან, რომ დავრწმუნდე, რომ ფქვილი კარგად არის გახსნილი. ჩავასხაც 20 სანტიმეტრის ფორმაში და ცხება წინასწარ გახურებულ ღუმელში 160 გრადუსზე 35-40 წუთი. 30 წუთის გასვლის მერე ჩხირზე გავსინჯოთ და დავტოვოთ მზაობამდე. ჩხირი უნდა ამოვიდეს მშრალი და ბისკვიტი გამოცხეს. ჩემთან 35 წუთი დასჭირდა. ცხელივე ამოვიღე ფორმიდან, დავდოთ რკინის ბადეზე და ისე გავაციოთ. გაციებული ბისკვიტი გადავახვიოთ ცელოფანში და რამოდენიმე საათით შევინახოთ მაცივარში. რძის კრემის მოსახარშად დაგჭირდება 1 კვერცხი, 25 გრამი სახამებელი, ეს არის 2 სუფრის კოვზი, 60 გრამი შაქარი, 300 მილილიტრი რძე, ვანილი. სქელზირიან ქვაბში მოვათავსოთ შაქარი, დავამატოთ 1 კვერცხი და გავთქვიფოთ. უკვე გათქვეფილ კვერცხში მოვათავსოთ სახამებელი. სიმინდის სახამებელი გამოიყენეთ აუცილებლად. სახამებელი კარგად უნდა გავხსნათ, ჩავასხამ ცოტა რძეს რძის საერთო რაოდენობიდან და გავხსნის სახამებელს. უნდა მივიღოთ ერთგვაროვანი მასა. აქვე ვამატებ ვანილს. დავასხამ დარჩენილ რძესაც, სულ 300 მილილიტრი რძე გამოვიყენე, შემოვდგამ ცეცხლზე კრემის მოსახარშად. გამუდმებით ვურიოთ, სახამებელი ფსკერიდან დაიწყებს შესქელებას, როგორც კი ადუღდება და ადუღების ფუშტულებს გამოუშვებს და შესქელდება, მალევე გადმოვდგათ. ამას არ უნდა ფქვილივით ბევრი ხარშვა, გადავიტანე ცალკე თასში, რომ მალე გაცივდეს, გადავაკარი ცელოფანი და დავტოვე სრულ გაციებამდე. ისე არ არის აუცილებელი ძალიან გააციოთ, რაც უფრო ცოტა თბილი იქნება, უკეთესად შეერევა კარაქს. როგორც კი მოხარშული კრემი სასურველ ტემპერატურამდე მივა, თასში მოვათავსოთ 100 გრამი ოთახის ტემპერატურის დარბილებული კარაქი. ვამატებ 60 გრამ თხილის პასტას ან ნუტელას. მე მაგ თხილის პასტა, პრალინე, რომელიც შეგიძლიათ სახში მოამზადოთ, რეცეპტი გვაქვს არხზე და ბმულს დაგიტოვებთ აღწერაში. კარაქი და პასტა კარგად გავთქვიფოთ ჰაეროვანი მასის მიღებამდე.
გადავიტანეთ მოხარშული კრემი და გავთქვიფოთ უკვე დაბალ სიჩქარეზე. სახამებლიან კრემს ბევრი თქვეფა არ უნდა, ამიტომ ცოტა ნელთბილი თუ იქნება უკეთესად შეერევა. ჯობია სილიკონის კოვზით ამოლესოთ ბოლოში. ჩვენი კრემი მზად არის და გადავდგათ დროებით გვერდზე. სანამ მეორე კრემის შევსებას მოვამზადებთ, ბისკვიტი გამოვიღოთ მაცევრიდან და დავჭრათ. ზევითა ნაწილს გადავასწორებ, ნაფხვნებს გამოვიყენებ მოგვიანებით და ბისკვიტი გავჭერი 3 ტოლ ნაწილად. აი ესე კოხტად იჭრება, როცა მაცივარში დააყოლნებთ. საუკეთესო ბისკვიტი გამოგვივიდა. ბისკვიტი უკვე მოვამზადეთ და დროებით გვერდზე გადავდოთ, მოვამზადოთ კრემის შევსება. დაგჭირდება 100 გრამი ვაფლი, 50 გრამი თხილი, რომელსაც კანი გავაცალე, 90 გრამი კარაქი, რომელსაც გავადნობ, 100 გრამი შოკოლადი, მე შავი შოკოლადი მაქვს, შეგიძლიათ რძიანი შოკოლადიც გამოიყენოთ. გავადნოთ შოკოლადი მიკროტალღოვანში ან ორთქლის აბაზანაზე. ასევე ვადნობთ კარაქსაც, თხილი მსხვილად დავაბლენდერე ან რამით დააკუცმაცეთ. დაგჭირდება 50 გრამი ნუტელა ან თხილის პასტა, მე მაქვს თხილის პასტა. ვაფლი დავჭრათ ასე მსხვილად, ვისაც ვაფლი არ გიყვართ, ამ რეცეპტის მერე შეგიყვარდებათ. დაჭრილი ვაფლი მოვათავსოთ თასში, დავამატოთ გამდნარი კარაქი, ვამატებ გამდნარ შოკოლადს, დავამატოთ ნუტელა ან ნებისმიერი თხილის პასტა, ვამატებ დაკუცმაცებულ თხილს და ეს კარგად შევურიოთ ერთმანეთს. ოღონდ ძალიან არ გადავზილოთ. ჩვენი კრემის დანამატიც მზად არის და ამ ორივეთი კრემით და კრემის დანამატით გავაფორმებთ ტორტს. ბისკვიტს ასე ამოვატრიალებ და ისე გავაფორმებ. ქვევითა ნაწილს მოვაქცევ ზემოდან. პირველ ფენას დავნამავ ტკბილი რძით. ზემოდან მოვათავსებ კრემის დანამატის ნახევარს და კარგად გადავასწოროთ, თანაბრად გადავასწოროთ. ნახევარი კრემი გადავიტანე საკონდიტრო ტომარაში და ესე გადავანაწილე. ისე შეგიძლიათ კოვზითაც მოვათავსოთ და გადაასწოროთ. დავადე მეორე ბისკვიტი და ესეც დავნამე. დავადე კრემის დანამატის მეორე ნაწილი, მთელი გამოვიყენე და კარგად გადავასწოროთ. ზემოდან ვათავსებ მოხარშული კრემის მეორე ნაწილსაც, ესეც მთელი გამოვიყენე, კარგად გადავასწოროთ. ბისკვიტის ბოლო ფენას ჯერ დავნამოთ და ისე მოვათავსოთ ზემოდან. აქ მე მარეგულირებელი ფორმა დავამაგრე, რომ თავი კარგად დაიჭიროს, დავაფარე ბისკვიტის ბოლო ფენა, გადავაფარე ცელოფანი და შევინახე მაცივარში 4 საათი. ბოლო გაფორმებისთვის მოვამზადებ განაშს, თუმცა მე არ გავლესავ, კრემივით გადაუსვამ სანამ გამყარდება. ამიტომ ნახევარ დოზას მოვამზადებ 100 გრამი შოკოლადი, რომელსაც გავადნობ. გადნობილ შოკოლადში თბილშივე, არა ცხელში, მოვათავსებ ოთახის ტემპერატურის 50 გრამ რბილ კარაქს. შევურიოთ ერთმანეთს ერთგვაროვანი მასის მიღებამდე. დავაბლენდეროთ, უნდა მივიღოთ ჰაეროვანი ფაფუკი მასა. ტორტის განაშით გალესვა თუ გინდათ, ორმაზგი დოზა უნდა მოამზადოთ და უნდა 2 ეტაპად გალესოთ. ამას ჭირდება მოთმინება და დრო. ამიტომ მე ამას ესე თბილსავე გადავუსვამ კრემივით და სანამ გამყარდება, ქვემოდან მოვაყრი ნაფხვენებს, ზემოდან კი გავაფორმებ თითონ კანფეტით ფერერო როშეთი. თუმცა ნაწილი განაში გადავიტანე საკონდიტრო ტომარაში, რომელიც შევინახე მაცივარში სანამ ვაფორმებდი, ცოტა რომ გამყარებულიყო და კანფეტებს შორის დავსვამ ასეთ გაფორმებას. თუ კანფეტები არ აქვს, შეგიძლიათ განაშით მორთოთ. ან ეს კანფეტები თვითონ მოამზადოთ. ძალიან ადვილია. საბოლოოდ მივიღეთ აი ესეთი საოცარი ტორტი, თქვენ გემო უნდა ნახოთ როგორია. ეხლა დავჭრით და დავაგემოვნებთ. ეს რეცეპტი გემოთი ყველაზე ახლოს არის თვითონ კანფეტ ფერერო როშესთან და კანფეტს დატოვებ და ნამცხვარს შეჭამ. ამას ტყუილად არ ვამბობ, ყველამ ასე გააკეთა. კანფეტი არავინ ჭამა, ყველამ ნამცხვარი ჭამა. თან როგორა გაავსო. აუცილებლად მოამზადეთ და გამიხსენებთ. მე კი თქვენ ახლა დროებით გემშვიდობებით, მალე ისევ შევხვდებით ძალიან საინტერესო რეცეპტებით, წინ პასკა გვაქვს და ძალიან საინტერესო რეცეპტები უნდა გაგიზიაროთ, დარჩით ჩვენ არხზე, აუცილებლად გამოიძერეთ. მე კი თქვენ დროებით გემშვიდობებით, შეხვედრამდე, იქამდე კი ბედნიერ დღეებს გისურვებთ.